მე გახლავართ თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. ჩემი ვიწრო სპეციალობა არის კლინიკური ფსიქოლოგია. ყოველთვის მაინტერესებდა ქცევა ადამიანის, მისი მოტივები, ანუ მისი მიზეზები, რატო იქცევა ეს ადამიანი ესე და არა სხვანაირად. მომწონდა ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია. მომწონდა მათი აზრების ანალიზი, ჩემი საკუთარი თავის ანალიზი, ეს ყოველთვის მომწონდა. ფსიქოლოგია ზუსტად ის მეცნიერებაა, რომელიც ემსახურება სხვა სფეროებს იმისთვის, რომ უკეთ გაიგონ ადამიანი, უკეთ იურთიერთონ ადამიანთან, უკეთ მოახერხონ ადამიანის შრომის ეფექტურობა, უკეთ მოახერხონ ადამიანისთვის გარემოს მოწყობა და ასე შემდეგ. ნეიროფსიქოლოგის პირველი ამოცანა არის გამომძიებლობა. ანუ გამოიძიოს, რატომ იქცევა ადამიანი ესე და არა სხვანაირად. რატომ არის მისი მეხსიერება ესეთი და არა სხვანაირი. რატომ ვერ ლაპარაკობს ეს ადამიანი? რა პრობლემა აქვს? რატო ვერ გელაპარაკება? რატო ვერ იხსომებს? რატო იქცევა ესე უცნაურად? აი ამ კითხვაზე ნეიროფსიქოლოგმა პასუხი უნდა გასცეს, ანუ პირველი მისი ამოცანა არის დიაგნოსტირების პროცესი. ის იყენებს ამისთვის სუფთა ფსიქოლოგიურ მეთოდებს, ფსიქოლოგიურ ტესტებს, რომლის შედეგებსაც აანალიზებს გამომძიებელივით და შემდგომში ადგენს პორტრეტს ამ ადამიანისას. იმ ადამიანებს, ვინც პროფესიით, პრაქტიკაში მუშაობენ, ჭირდება სპეციფიკური უნარები, კომუნიკაციის უნარი, რეფლექსიის უნარი, ემპათიის უნარი. ეს უნარი ან გაქან არა. და შემდგომში შეიძლება მისი დახვეწა. ფსიქოლოგიურზე შეიძლება ჩააბარო და ისწავლო და კარგი ფსიქოლოგიც იყო თეორიული თვალსაზრისით, მაგრამ გამოყენებით სფეროში და განსაკუთრებით ჩემი ვიწრო სფეროში, რასაც კლინიკური ფსიქოლოგია და კლინიკური ნეიროფსიქოლოგია ქვია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ პიროვნულ მახასიათებლებს. ფსიქოლოგის პროფესიას პლუსებიც აქვს და მინუსებიც. გამოყენებით სფეროში დაუშვათ ძალიან საინტერესოა იგივე ორგანიზაციებში მუშაობა, სკოლაში მუშაობა, მაგრამ პრობლემების მქონე ადამიანთან მუშაობა ყველაზე რთული დარგია. საკმაოდ რთულია სხვა ადამიანი, როდესაც რთული პრობლემით მოდის თქვენთან და თქვენ უნდა დახმარება გაუწიოთ, თქვენ უნდა რაღაცნაირად მოახერხოთ, დაეხმაროთ მას, რომ გაუმკლავდეს თავის პრობლემებს. ეს არის საკმაოდ მძიმე და დამთრგუნველი. და ყველა ამას ვერ უძლებს. აი ეს არის მინუსი. მრავალმხრივი ცოდნა ჭირდება ნეიროფსიქოლოგს იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანს. მან უნდა იცოდეს ფსიქოთერაპიაც, მან უნდა იცოდეს კლინიკური ფსიქოლოგიაც და მან უნდა იცოდეს აი ამ თავის ტვინის დაზიანების დროს ფსიქიკური პროცესების დარღვევის კანონზომიერებაც. შედეგი ამაზეა დამოკიდებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან ესეთი სასიამოვნო შეგრძნებაა, რომ ადამიანი, რომელიც ალაპარაკობს და ალაპარაკდება, ბავშვი, რომელსაც თამაში არ შეეძლო, დაიწყებს თამაშს. ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. ფსიქოლოგიური განათლება მრავალმხრივი განათლებაა, ინტერდისციპლინური განათლებაა და ძალიან ბევრ მონათესავე სფეროში ასეთი ადამიანი, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს. დღევანდელი ჩვენი ბაზარი ზუსტად მოითხოვს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ტრანსფერული უნარები აქვთ, ვინც მართალია მიიღო ერთი განათლება ერთ სფეროში, მაგრამ ესეთივე წარმატებით იმუშავებს სხვა სფეროებში. მომავალი, მე ვფიქრობ, არის პროფესიონალი ფსიქოლოგების და ძალიან კარგად განვითარებადი დარგია ეს. დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოში, თუ ჩვენ ესე პროფესიულად მიუდგებით ამ საკითხს და ძალიან ესეთი ფუნდამენტურად, საფუძვლიანად შევისწავლით ამ მიმართულებას.